ძველი საიდუმლო. ასე ძალიან მოგეწონა? ძალიან მომეწონა და აიშე. გმადლობ. უკვე დავნაყრდი, მაგრამ მაინც ვერ ვჩერდები. მიირთვი შვილო, ღმერთმა შეგარგოს. ისეთი გემრიელია, კაცი თითებს ჩაიქმნეთსო, ამაზეა ნათქვამი. მოგწონს არა? რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი არაფერს მაკლებს, ზარეულობა არ გამოსდის. ჯანანიც ვერ ამზადებს ისე როგორც ბებიაჩემი. მაგრამ შენი ნახელავი სულ სხვა. ძალიან გემრიელია. ბებია მხოლოდ პატარაობაში მანებივრებდა. მიხარია რომ მოგეწონა. შეგერგოს შვილო. ზუჰალთან მიგაქვს? დიახ ბატონო. რა მოხდა ქვემოთ რატომ არ ჩამოვიდა? პროტესტს აცხადებს? თავს შეუძლოდ გრძნობს, ამიტომ ვერ ჩამოვიდა. რა დაემართა? არ ვიცი ბატონო. ალბათ ჩემ გამო არ ჩამოვიდა. ამას სამზარეულოში გავიტანდა, რომ დავბრუნდები, მერე მივხედავ. დეიდა აიშე, სად მიდიხარ? სამუშაოდ? ხო, კარგი, მე კოლეჯში წავალ, ერთად გავიდეთ. კარგი. გამომართვი შვილო. ბევრი არ არის, მაგრამ ტრანსპორტისთვის გეყოფა. მადლობ დეიდა აიშე. ეს საკმარისი მეტია ჩემთვის. კოლეჯში ავტობუსით წავალ. მაგრამ იცოდე ვალად გართმა. მოგვიანებით აუცილებლად დაგიბრუნებ. 10 ლირა არაფერია შვილო. ნეტავ მეტი მქონდეს, მოგცემდი. რას ამბობ დეიდა? ეს 10 ლირა იმაზე ძვირფასია, ვიდრე ის ფული გუშინ დედამ რომ მომცა. გმადლობ შვილო. წავიდეთ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. რატომ შეწუხდი? მე თვითონ მოვიდოდი. ძალიან მრცხვენია. რას ამბობ? უკვე გზაში ვიყავი. თანაც კარგი კომპანიონი ხარ. ქალბატონ მელდას ესაუბრე? დღეს ოფისში მოვა? დაურეკე რომ შემეხსენებინა, მაგრამ მითხრა რომ მთელი დღე სახლში იქნებოდა. ჩვენ მოგვიწევს მასთან წასვლა. მაგრამ ჯერ სხვა საკითხი უნდა მოვაგვაროთ. რა საკითხი? უნდა ვისაუზმოთ. გელივით ვშია. ჯერ კარგად ვისაუზმოთ, მერე კი ქალბატონ მელდასთან წავიდეთ. სუფთა ჰაერით ტკბებიან. რა კარგია. კიდე ერთად გავისეირნოთ. რა მოხდება ერთ დღეს დილიდან რომ გამოვიდეთ, პიკნიკი მოვაწყოთ, სუფთა ჰაერზე დავტკბეთ და საღამომდე გავერთოთ. რას ეთქვე? კარგი აზრია. სიამოვნებით. იცი კიდევ რა შეგვიძლია? ბოსფორზე ბორანით გავისეირნოთ. მოგვიანებით კუნძულებზეც წავიდეთ. შენთან ერთად მთელ სტამბოლს შემოვივლი. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს, რომ ყველგან შევძლოთ წასვლა. ახლა ავტობუსში ჩავჯდები და კოლეჯში წავალ. მაგრამ იცოდე არ დაგავიწყდეს, რომ პირობა მომიცი ქალბატონო აიშე. ერთად გავისეირნებთ, კარგი? კარგი, არ დამავიწყდება. ღმერთმა დაგლოცოს. წარმატებულ დღეს გისურვებ. ჩემო ქუთრეთ. ჩემო ძვირფასო შვილო.
წადი, არ დააგვიანო. მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. საინტერესოა ჩინარმა ქუდრეთის დათანხმება როგორ მოახერხა. ალბათ შეეხვეწა ჩემს სახლში მოდიო. ცდილობს მომატყუოს, მაგრამ ვერ ხვდება რომ ჩემ შვილს არ დავუთმობ, რადაც არ უნდა დამიჯდეს. რამე გზას მოვძებნი და ქუდრეთს სახლში დავაბრუნებ. შემოდი. ინებეთ ქალბატონო. ჯანან. სეჰერს დაურეკე და უთხარი ახლავე აქ მოვიდეს. ვიცოლა ცუდად არის და სჭირდები, რაც შეიძლება მალე მოდითქო. კარგი ქალბატონო. ბატონო თურგუთ, ჩაი კიდევ დაგისხათ? საჭირო არ არის, უკვე გავდივარ. ალო, ქალბატონო სეჰერ. დაგეხმარებით დეიდაიში. მამეცით მე დავჭრე. არა შვილო, მე მივხედა. კარტოფილს მაინც გავთლი. ბავშვობიდან მამიდასთან მუშაობ, არ მინდა დაიღალოთ. გმადლობ შვილო. არ დავიღლები. მიდი, შენ კლიენტებს მიხედე. კლიენტებზე გამახსენდა, რაღაც მინდა გკითხოთ. გუშინ რომ ბიჭი მოვიდა. აქ რას აკეთებ დემეთ? ქალსავი დაანებე, თავისი საქმე აქვს. შენ კლიენტებს მიხედე. წადი. შეიძლება ვინმე მანგარიში მოითხოვოს. ეს გოგო გაუჩერებლად ლაპარაკობს. თვითონ ხომ არ მუშაობს და სხვასაც აცდენს. თავარია სიტყვა არ დარჩეს სათქმელი. ნუ მბრაზობდაო. ახალგაზრდა არ აქნას. კაფეში მისი თანატოლი არავინაა. ამიტომ ცდილობს ჩვენ გველაპარაკოს. ვიცოლა. გამოჯანმრთელებას გისურვებ. რა მოხდა? ნუ მკითხავ შვილო. იმ ქალმა თავს დედაშენს რომ უწოდებს, ჩემი შვილი წამართვა. უნდა რომ მეც ისევე დავიტანჯე, როგორც თავად იტანჯება. ეს როგორ? ქუდრეთს და თურგუთს კამათი მოუვიდეთ. ჩვენმა სულელმა ბიჭმა კარი გაიჯახუნა და სახლიდან წავიდა. ჩინარმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა და ქუდრეთი თავისთან წაიყვანა. ვინ იცის ჩემ შვილს რა უთხრა ისეთი, რომ ჩემ წინააღმდეგ განაწყო. ხომ იცი ჩინარი ისევ გაბრაზებულია ჩემზე, ცდილობს სამაგიერო გადამიხადოს. ეს საიდან მოიტანა ბიცოლა? ქუდრეთი მივიდა და მანაც სახლის კარი გაუღო. ამაში ცუდი არაფერია. გონი არასწორად გაიგე. არაფრის გაგონება არ მინდა. ბოლოდ ჩემი შვილი მინდა. წადი დაელაპარაკე. რა უნდა ვქნა? ქუდრეთი არ მომისმენს. თუ თქვა რომ სახლში არ დაბრუნდება, ვერ გადავეფიქრებინებ. ქუდრეთი არ მოგისმენს, მაგრამ ჩინარი ხომ მოგისმენს? არ მგონია. აქამდე რაც ვთხარი, ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა. სეჰერ. მე დაგეხმარე და ჩინარს არ ვთხარი, რომ ქმართან დაბრუნდი. წადი და ჩინარს დაელაპარაკე. როგორმე უნდა დაარწმუნე, რომ ქუდრეთის სახლში დააბრუნოს. კარგი, დაველაპარაკები. იმედია რამე შედეგს გამოიღებს. რა თქმა უნდა, სეჰერ. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩინართან დალაპარაკება შეუძლია. ახლა წადი. კარგი. ქუდრეთს არ დაგითმობ ჩინარ. ჩემ შვილს დავიბრუნებ. ალამაზი ადგილია. ზღვის სურნელს ვგრძნობ. აქაურობა ძალიან მიყვარს. როცა საშუალება მაქვს, მაშინვე მოვდივარ ხოლმე. მადლობთ.
ყველაფერი მშვენივრად გამოიყურება. შენის ნებართვით დავიწყებ. მეც. აქედან პირდაპირ ოფისში წავალთ? არა. ჯერ ქალბატონ მელდას სახლში წავალთ. ქალბატონი ჰილალი მართალია. როგორც ჩანს, ქალბატონ მელდასთან საერთო ენის გამოძებნა რთული იქნება. მისი და ბატონი ბურაკის შერიგება შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს რთულია ოჯახი შეინარჩუნო ადამიანთან, რომელსაც კარიერისთვის და ფულისთვის ქმართან გაყრასორს. ფიქრობ წინასწარ არ უნდა ვიმშალოთ. იქნებ ყველაფერი ასე არ არის. შეიძლება ბატონი ბურაკი ზედმეტად გურძნობიარია და ცოლის არასწორად ესმის. იქნებ მართლა ასეა. არ ვიცი. სანამ ქალბატონ მელდას პირისპირ არ დაველაპარაკებით, დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით. ამბავს მეორე მხარეც აქვს. ჯიოტი ხარო მითხარი, მაგრამ შენ ჩემზე უფრო ჯიოტი აღმოჩნდი. გამოცდილება მალაპარაკებს. გვაგვიანდება? არა, უბრალოდ სასამართლოდან საბუთი მჭირდება. მადლობელი ვიქნები თუ ოფისში წასვლამდე შემახსენებ. დეიდაიშე, სტამბოლში ვინმე ყავს? მეგობარია ნათესავი. ნათესავები მყავს. ის ბიჭი გუშინ რომ მოვიდა? ზეჰერ? კეთილი იყოს შენი მოსვლა. წარმატებულ დღეს გისურვებ. იმედია პრობლემა არ გაქვს. შენი ქმარი ბიძა შენის სახლში მოდის და გაწუხებს? ყველაფერი რიგზე არ ინერვიულო. ერჯუმენტი აღარ მაწუხებს. მადლობა ხმართ. რამეს მოგიტან? ვაზის ფოთლის სტოლმა გვაქვს. გასინჯი მოგეწონება. გმადლობ. შეიძლება დაგელაპარაკო. რა თქმა უნდა შვილო. მოდი დაჩეკი. რამე მოხდა? კუდრეთის გამო ბიცოლა განადგურებულია. ლოგინად ჩავარდა. შვილზე დარდობს. რადგან კუდრეთი პატივს გცემს და დახმარების სათხოვნელად შენთან მოვიდა, იქნებ დაგიჯეროს. დაელაპარაკე. რა ვქნა შვილო? კუდრეთი არ მისმენს. წუხელ ამაზე ლაპარაკს ვაპირებდი, მაგრამ სიტყვა გამაწყვეტინა. ქუჩაში ვიცხოვრებ და იმ სახლში არ დავბრუნდებიო. ყოველ შემთხვევაში ჩემთან არაფერი უჭირს. ცდილობ ყველაფერში დავეხმარო და მასზე ვისრუნო. ეჭვიც არ მეპარება რომ ასეა, მაგრამ ბიცოლაზეც იფიქრე. ისიც მართალია. და როგორ მოვიქცა? იქნებ სახლში რომ მივიდეს და ბიცოლას მდგომარეობა ნახოს, აღარ გაჯიუტდეს და დაბრუნდეს. როგორმე უნდა დაარწმუნო რომ სახლში მივიდეს. დაველაპარაკები. იმედია უარს არ მეტყვის. იმედია. მადლობ ემრე. ბოდიში, შენ შეგაწუხე. ოფისი გადავაბრუნე, მაგრამ დოკუმენტი ვერსად ვიპოვე. ალბათ სხვა საბუთი მეკონა და გადავაგდე. არა უშავს, რა პრობლემაა? მადლობ ძმაო. წარმატებები. მადლობ. ნახვამდის. რამე მნიშვნელოვანია? დეიდა აიშეს უცხო ნომრიდან დაურეკეს და აინტერესებდა ვინ იყო. პროკურატურა სამისთვის მივმართე. წავიდეთ. ჩვენი ფაშა ისევ მუშაობს. მისმა საყვარელმა მეგობარმა ყავა მოუტანა. ჩემს გონება შეიჯექი. ზუსტად ის არის, რაც მჭირდებოდა. შენი თანაშემწე ისევ აქ არის. სახლში რატომ არ გაუშვი? საღამოს პრეზენტაცია მაქვს, ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო. ბევრი საქმე გქონია. ასეა, ამ პროექტს თუ ავიღებ, მთელი წელი საქმე არ გამოგველება. წინასწარი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. დღეს პრეზენტაციას წარვადგენ და საქმეს დასრულდება. მაშინ ერთ სასიხარულო ამბავს გეტყვი. წელს როგორც ბიზნესში, ასევე სიყვარულშიც ძალიან გაგიმართლა. რა? რამე მოხდა? სწრაფად მითხარე. მელდა და ბურაკი შორდებიან. დარწმუნებული ხარ? დიახ, ძვირფასო. ორივე იმას მივიღებთ, რაც ასე ძალიან გვინდა. შენ მელდას, მე კი ბურაკს. კუდრეთ. აქ ვარ შვილო.
მაპატიე, ვეღარ მოვითმინე. არა უშავს დეიდა აიშე. ისედაც 1 საათიანი შესვენება მაქვს. სიმართლე მითხარი, რატომ მოხვედი? ამოწმემ კოლეჯში მოვედი თუ არა? არა, შვილო, ამას როგორ ვიკადრებდი? აბა რატომ მოხვედი? ვიცი რომ გაბრაზდები, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა. ზუჰალზე სალაპარაკოდ მოვედი. დეიდა აიშე ისევ თავი დაიწყებ. გუში ხომ ვილაპარაკეთ? აგიხსენი რომ იმ სახლში არ წავალ. საკმარისია. სიმართლე მითხარი, დედა ჩემი გელაპარაკა და ჩემი დათანხმება გთხოვა? არა, შვილო. დედა შენს არ დავლაპარაკები. დილით სეჰერი მოვიდა და მითხრა რომ დედა შენი ცუდად არის. შენ გამოღელავს, ლოგინად ჩავარდა. ეს პრობლემაა? დეიდა აიშე შენ დედა ჩემს არ იცნობ. ასე განზრახ იქცევა. ცდილობს დამანახოს რომ ავად არის. ასე მაშინ იქცევა როცა იმას ვერ იღებს რაც თავად სურს. ასე ნუ ამბობ შვილო. ვინ იცის ქალს გული როგორ სტკივა? თანაც ზუჰალი არაფერს იგონებს. ვერც ერთი დედის გული ვერ იტანს შვილთან განშორებას. დამიჯერე შვილო, ნამდვილად ცუდად არის. დეიდა აიშე რა გულკეთილი ქალი ხარ. ქუდრეთ. გთხოვარ მაწყენინო. წავიდეთ, ზუჰალი მოვინახულოთ. დავწმუნდეთ რომ კარგად არის, გული დავიმშვიდოთ. რაც არ უნდა იყოს დედა შენია. არ შეიძლება უყურადღებოდ დატოვა. როცა იცი რომ ცუდადაა. უარს ნუ მეტყვი. წავიდეთ. გამარჯობა. ოდის გიხდით რომ გაწუხებთ? გისმენთ შვილო. რა გნებავთ? მე ომერ ილმაზი ვარ, ადვოკატი. ქალბატონ მელდასთან მოვედი. სახლშია? სახლშია. შიგნით შემოდით, ახლავე დავუძახებ. გასაღები არ გაქვს? ამ სახლში აღარ ცხოვრობ დეიდა აიშე. კარს გასაღებით ვერ გავაღებ. ბატონო ქუდრეთ, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობ დაუჯანან. ბატონო ქუდრეთ, დედა თქვენს ძალიან გაუხარდება რომ დაგინახავთ. მას შემდეგ რაც წახვედით, ოთახიდან არ გამოდის. მაღალი სიცხე აქვს. ყელში ლუკმა არ გადასდის. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. კარგი. ნახავ. ბოდიშს გიხდით კართან რომ გაგაჩერეთ, მაგრამ ქალბატონი ზოჰალის მდგომარეობამ ძალიან შემაშინა. ასეთი არ მინახავს. კარგი, ახლა სად არის? თქვენს ოთახშია. დედა? ქუდრეთ. შვილო. რა მოხდა, რა დაგემართა? ჯანანმა მითხრა რომ სიცხე გაქვს. სიცხე მაქვს შვილო. კვდები. ჩემი გული უშენობას ვერ გადაიტანს. დამიჯერე შვილო, ცუდად ვარ. დედა, ასე რატომ იქცევი? ხომ ნახე რომ კარგად ვარ. არაფერი მიჭერს. რატომ ნერვიულობ? მთელი ღამე ვერ დავიძინე შვილო. სულ იმაზე ვფიქრობდი მშიერი ხომ არ იყავი. ხომ არ გციოდა. ან როგორ გეძინა უცხო სახლში. დედა, გთხოვ ნუ აზვიადებ. არც მშია, არც მცივა და უცხო სახლშიც მშვენივრად მეძინა. არ ინერვიულო. დეიდა აიშე, ჩემზე ზრუნავს. ოჩახ ქუდრეთ. ოჩახ შვილო. ცოტაც და საფლავში ჩავწვევი. იქნებ მერე გაიგო როგორ განვიცდი უშენობას. იქნებ მიხვდე რომ შენს არყოფნაში სუნთქვაც კი არ შემიძლია.
ისევ დაიწყო. ასე მგონია თავი გამისკდება. დედა მოიცადე. ნახავ სიცხე ისევ გაქვს თუ არა. გაჩერდი. არა, სიცხე აღარ გაქვს. წამლები დავლია შვილო. ალბათ დამიწია. მალე ისევ ამიწევს. დედა, ასე ალბათ თუ ხარ ექიმთან რატომ არ წახვედი? ბიძია საითთან მაინც დაგერეკა. ირჩევდა რომელი წამალი დაგელია. თვითნებურად რატომ კურნალობ? შვილო, მე რა გითხარი და შენ რას მეკითხები? მოიცადე. ბიძია საითს დაურეკავ. დამელოდე. არა. არა შვილო, არავის დაურეკო. ექიმი და წამალი ვერ დამეხმარება შვილო. უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. საკმარისია ქუდრეთ. გთხოვ, ღვთისგულისათვის დაბრუნდი. ეს ხომ შენი სახლია შვილო. დეიდა აიშესთან რამდენ ხანს დარჩები? ცხოვრება მიდის ძვირფასო. ხომ ხედავ დეიდა აიშე. დედა ჩემს ხოლოდის უნდა რომ სახლში დამაბრუნოს. ცუდად არ არის. შენ კიდევ იმდენი მეხვეწე მის სანახაოდ რომ მოსულიყავე. მოვიდი და ვნახე. ახლა წავიდეთ. მოვალეობა შევასრულე, საკმარისია. ქუდრეთ. ქუდრეთ. გთხოვ არ წახვიდე შვილო. ქუდრეთ. შვილო. შვილო მომისმინე. მამა შენიც ნერვიულობს. გითხრა წადიო, მაგრამ ახლა ძალიან ნანობს. დედა სულელი არ ვარ. თავს ავადმყოფად მაჩვენებ. ჩემს მოტყუებას ვცდილობ. მამა ჩემს საერთოდ არ ვადარდებ. ბავშვი ხომ არ ვარ. შვილო. შვილო გაჩერდი ღვთისგულისათვის. მომისმინე შვილო. მოიცადე. ქუდრეთ. არ წახვიდე შვილო. თურგუთ, ქუდრეთს რა მეუთხარი არ მისმენს. სთხოვე არ წავიდეს. როგორც უნდა ისე მოიქცეს. რა სახვეწები? ეს ბავშვი თავის თავს არ გავს. ცოტა ხანს თავი დავანებოთ. ჩვენი ფასი გაიგოს. ქუდრეთ. შვილო. ქუდრეთ. დედა ხომ გაიგონე მამამ რა თქვა? შენ კი მარწმუნებ რომ ნანობს სახლი და რომ გამაგდო. ქუდრეთ. გთხოვ, მამა შენს ნუ მიაქცევ ყურადღებას. არ წახვიდე. გთხოვ, ჩემი გულისთვის მაინც დარჩი. ის მიიღე რაც გინდოდა, რა ჩინა? ბედნიერი ხარ ჩემ შვილს რომ დამაშორე. რას ამბობ ზუჰალ? მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ნუ ვცდილობ ერთადერთი შვილი წამართვა. მოვკვდები და ქუდრეთს არ დაგითმობ. გასაგებია? გასაგებია ზუჰალ. მაგრამ არასწორად იქცევი. ცილს მწამებ. წავალ ნახავ სადმე გული არ წაუვიდეს. ჯანან. სეჰერი სახლში არ არის? არ დამინახავს. სეჰერი ქვრის სახლში წავიდა. იმედი ერჯუმენტთან არ დაბრუნებულ ხარ სეჰერ. ჩეთინი? ის სად არის? ბატონი ჩეთინი თავის ოთახშია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ისხედით. ძიძამ მითხრა რომ ადვოკატები ხართ. დიახ, თქვენს ოფისში დავრეკეთ, მაგრამ რადგან იქ არიყავით, სახლში მოსვლა გადავწყვიტეთ. იმედია არ შეგაწუხეთ. რას ბრძანებთ? კი, მაგრამ რაშია საქმე? ადვოკატებთან არავითარი საქმე არ მაქვს. თქვენმა მეუღლემ განქორწინების თხოვნით მოგმართა. ამიტომ გადავწყვიტეთ ჯერ თქვენთან მოვსულიყავით. უკაცრავად, გვეგონა იცოდით ამის შესახებ. არა უშავს. კარგი იქნებოდა მცოდნოდა, მაგრამ პრობლემა არ არის. შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ პროცესი. ესე იგი განქორწინება თქვენც გინდათ? დიახ. ბურაკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მოკლედ, აქ მოსვლა საჭირო არ იყო, მაგრამ გმადლობთ რომ შეწუხდით. კარგი, მაგრამ საქმე ჯერ არ არის აღძრული. როგორც გითხარით, თქვენმა მეუღლემ მხოლოდ კონსულტაციისთვის მოგმართა. ძიძა გაგაცილებთ. მე საქმე მაქვს. სასიამოვნო დღეს გისურვებთ.
ფეხბურთელი ჩეთინი. საუკეთესო ნახევარმცველი. მაგრამ ჩეთინს ფეხის აწევაც აღარ შეუძლია. ჩეთინი, რომელსაც ფეხბურთის თამაშის გარდა სხვა ოცნება არ ჰქონდა, აღარ არსებობს. მორჩა. ამ ფეხის გამო ყველაფერი დასრულდა. ეს კი არ მატარებს, მე უნდა ვატარო. ყველაფერი დასრულდა. რას აკეთებ, შვილო? გაჩერდი. დამაცადე დეიდა აიშე. ბრას გამოვხატავ. შვილო. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. მთელი ცხოვრება წინ გაქვს. თავს რატომ იტანჯავ? ვინ იცის, როგორი ბედნიერი დღეები გელოდება? დრო ამ მომავალზე იფიქრო, ასე არაფერი გამოვა. უნდა იბრძოლო, შვილო. გესმის? ეს როგორ შევძლო დეიდა აიშე? ხეიბარმა ბრძოლა როგორ გავაგრძელა? ჩეთინ. ორივე ფეხი რომ უმოძრაო გქონდეს, ხელებს უნდა დაეყრდნო. თავარი ბრძოლის სურვილია. თვალებში მომავლის იმედი თუ ჩაგიქრება, მაშინ ადგილიდან ვერ დაიწრები. ძალიან გთხოვ, იმედს ნუ დაკარგავ. რწმენა შეინარჩუნე. ის გამოსავალს გაჩვენებს. ლოცვას ნუ შეწყვეტ. ვინ იცის, იქნებ ამ ოპერაციამ ჯანმრთელობა მოგიტანოს. თავარია ირწმუნო. სხვა შემთხვევაში ვერავინ დაგეხმარება. ღმერთ მაქნას დეიდა აიშე. ღმერთ მაქნას. მაპატია, განწყობა გაგიფუჭა. ბოდის გიხდე. რას ამბობ, შვილო? ჩემთვის მთავარი შენი ბედნიერი სახის დანახვაა. შენ მე არ მაწუხებ. ზუჰალი არ ვიყო თუ ჩემი შვილი არ დავიბრუნო. ქუდრეთს შენი ხელით მომიყვან. ჩემო კარგება. ერთი წუთით. ჩარევა არ მინდოდა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე. მერდას სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. სიამაყე ალაპარაკებს. რეალურად მისი მეუღლე უზომოდ უყვარს. მზრუნველი და მოსიყვარულე ცოლია. ძალიან გთხოვთ. ამ განქორწინებას ხელი შეუშალეთ. თუ დაშორდებიან, ორივე დაიტანჯება. მაგრამ აშკარად მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი. ყურადღებას ნუ მიაქცევთ. მერდა ჩემი გაზრდილია. კარგად ვიცნობ. ქმარს დიდ დროს ვერ უთმობს, მაგრამ ძალიან უყვარს. მისი უყურადღებობა მეუღლეს აბრაზებს, მაგრამ ერთმანეთი დღემდე უყვართ. გთხოვთ, დამიჯერეთ. ამ ქორწინების შენარჩუნებას ხელს თუ შეუწყობთ, დიდ სიკეთეს გააკეთებთ, შვილო. გთხოვთ, ჩემო კარგებო. დამიჯერეთ. ისინი დიდხანს იცხოვრებენ ერთად და ბედნიერად. ბავშვისთვის ქურთუკი რატომ არ წაიღე, თუ გაუფლიანდება შესცივდება. კარგი, მაშინ ჟაკეტი მოახურე. არა, სამზარეულოში ჯერ არ გავსულ ვარ, მაგრამ პროდუქტები დავინახე. ვიდრე დაბრუნდებით მოვამზადებ. რატომ მომატყუა საჰერ? ხომ მითხარი, რომ ამ სახლში აღარ დაბრუნდებოდი და ცალკე იცხოვრებდი? არ დაბრუნებულ ვარ. ვიფიქრე, რომ ბავშვის ნივთებს წავიღებდი, ვიდრე სახლში არავინ იყო. კარგი, რადგან ასე აუცებ ჩაავაგე. აქ დაგელოდები, ერთად წავიდეთ. ერჯუმენტი არ დაბრუნდეს და რამე არ დაგიშაოს. კარგი, ახლავე. საჰერ, გთხოვ ამ სახლში მარტო აღარ მოხვიდე.
სახიფათოა. ერჯუმენს ხომ იცნობ, კაცმა არ იცის რას ჩაიდენს. თუ მოსვლას გადაწყვეტ მითხარი და წამოყვები. ცარიელი ადგილია. მიდი არ დაიგვიანა. მეც წავალ. კარგი, აქაურობა სწრაფად გაეცალე. ფრთხილად იყავი. კარგი, ჩემზე არ იდართო. ფრთხილად ვიქნები. მართალს ამბობდით. ყველაფერი ისე არაა, როგორც ჩანს. მათი ქორწინების შენარჩუნების შანსი ჯერ კიდევ არის. დრო იმ სკოლაში მივიდეთ, სადაც ბატონი ბურაკი მუშაობს და გავესაუბროთ. ზუჰა აქ რას აკეთებ? ავად არ იყავი? სალაპარაკო მაქვს. რაც მითხარი გავაკეთე. ქუდრეთის მოყვანა გინდოდა და მოგიყვანე. სხვას რას მთხოვ? შენ კი გინდოდა რომ ჩეთინს ოპერაცია ჩატარებოდა. ასეა. ხომ დამპირდი? დაგპირდი. მაგრამ სანაცვლოდ ორი სურვილი უნდა შემისრულო. პირველი. რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ქუდრეთის სახლში უნდა დაბრუნდეს. მეორე. როგორც კი ჩეთინს ოპერაცია ჩაუტარდება, ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრები. ან ეს ოპერაცია დაივიწყე. არ უზრუნველყოფ რომ გაკეთდეს. ჩეთინის სიცოცხლის ბოლომდე ხეიბარი დარჩება. რას ამბობ ზუჰალ? ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მაშანტაჟებ? ჩვენივრად გაიგე რაც ვთქვი. ქუდრეთის სახლში თუ არ დაბრუნდება, ჩეთინის ოპერაცია არ ჩაუტარდება. როგორ არ ხსვენია ზუჰალ? ქუდრეთიც და ჩეთინიც ჩემი შვილები არიან. არჩევანი როგორ უნდა გავაკეთო? ეგ არჩევანი 20 წლის წინ გააკეთე შინარ. მეორე და აღარ გაიმეორო რომ ქუდრეთი შენი შვილია. ის ჩემი ვაჟია. მისი ადგილი ჩემ გვერდითაა. მის დასაბრუნებლად ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ქუდრეთს ბრაზი მალე გაუვლის და სახლში დაბრუნდება. მაგრამ ჩეთინს რა ეშველება? მასაც მალე გაუვლის? არა. თუ ქუდრეთს შენ შვილად თვლი, მაშინ დედასავით მოიქეცი. და ნუ მაშანტაჟებ. თვითონ გამომიწვიე. თავიდანვე გაგაფრთხილე. ჩემგან თავი შორს დაიჭირე მეთქი. მაგრამ არ მომისმინე. რა მექნა? ახლა რას მოითხოვ? ქუდრეთს ხელი მოვკიდო და გარეთ გამოვაგდო? ხო, ძალით გამოვაგდე. უთხარი ამ სახლში შენი დანახვა არ მინდა თქო. ეს როგორ უნდა ვუთხრა? სახლიდან საკუთარი შვილი როგორ გავაგდო? უნდა უთხრა? სხვა გზა არ გაქვს. თუ ასე არ მოიქცევი, მაშინ ჩეთინის ოპერაცია დაივიწყე. არ ჩაუტარდება. თურმე საერთოდ არ გიცნობდი. შენი მჯეროდა. რა გიგვერს? ჩემი ყველაზე უკეთ შენ უნდა გესმოდეს. დედაშვილის გამო ყველაფერზე წამსვლელია. ეს ახლა გაიგე? ახლა გაიგე ჩინარ? თუ ქუდრეთს სახლში დააბრუნებ, ჩეთინს ოპერაცია ჩაუტარდება. მაგრამ ეს საკმარისი არაა. როგორც კი ოპერაცია დამთავრდება, შენი სახის დანახვა აღარ მინდა. ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ უნდა წახვიდე. Hayatımızdan defolup gideceksin.
რა დავეშავა ზუჰალ? Ne kötülük ettim de რამე შემეშალა? uzaklaştırmaya çalışıyorsun. შენი შვილების გამო უნდა წახვიდე ჩინარ. მათ გამო. მათი ცხოვრება აღარ გაართულა. ადექი და წადი. ბატონო თურგუთ, საავადმყოფოდან რეკავენ. დიახ, გისმენთ. მე გახლავართ. ექიმი უკვე თურქეთშია? რამდენი ხნით რჩება? 2 დღით. მშვენიერია. კარგი, დაგირეკავთ რომ შეხვედრა ჩავნიშნოთ. დიდი მადლობა. ჩინარ. კუდრეთი როგორ გავაგდო და დამშვიდდი თავს ნუინადგურებ. რამეს მოვიფიქრებთ? როგორ დამშვიდდე? ხომ გაიგონე რაც მითხრა? გავიგონე და გავიგონე. ღმერთი სამართლიანია, პასუხს აგებინებს. თვითონ აშკარაა რომ რწმენა და უფლის შიში დიდი ხნის წინ დაკარგა. თუ სიტყვა შეასრულა და ჩეთინს ოპერაცია აღარ გაუკეთა? რა უნდა ვქნა და შვილი როგორ გავწირო? მესმის. რთულ სიტუაციაში ხარ. შვილებს შორის არჩევანი როგორ უნდა გააკეთო? არ ვიცი, ვისაც სჭირდები, იმას დაეხმარე. კარგი. დავუშვათ კუდრეთს გული მოვუკალი და სახლიდან გავაგდე. ზოჰალისთვის ესეც არ არის საკმარისი. უნდა რომ ოპერაციის შემდეგ სამუდამოდ გადავიკარგო. უმერთო ჩემო რა ვქნა? რა გავაკეთო და მიშველე. ილოცავ შვილო. ბიძია რა მოხდა? შენი ექიმი უკვე თურქეთშია. ოპერაცია შევათანხმოთ. აქ 2 დღით დარჩება. საავადმყოფოში წავიდეთ. კარგი ბიძია, მაგრამ მანამდე სადღაც უნდა შევიარო. ძალიან გთხოვ. რა პრობლემაა? მძღოლს უთხარი და სადაც გინდა გაგიყვანს. საქმეს რომ მორჩევი მერე წავიდეთ. კარგი ბიძია, გმადლობ. როგორც ხედავ, გამოჯანმრთელებულ ხარ ჩემო ზუჰალ. მიხარია. გმადლობ თურგუთ. როცა ჩემი შვილი დაბრუნდება, თავს უკეთ ვიგრძნობ. ბუჭი იმედი ნუ გექნება. გონს თუ არ მოეგება, აქ დაბრუნება გაუჭირდება. ჩეთინ. გაბრაზებულმა გული გადგინე. ოსამართლოდ მოგეკეცი. მაპატიე შვილო. არა უშავს, უკვე დამავიწყდა. ხომ მშვიდობა, საით გაგიწევიათ? ოპერაცია რომ უნდა გამიკეთოს, ის ექიმი უკვე თურქეთშია. მანამდე ერთად გილას უნდა შევიარო. რა კარგია ჩემო ძვირფასო. იმედი მაქვს ოპერაცია კარგად ჩაივლის და გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდება. გაუთვალისწინებელი რა უნდა იყოს? ოპერაციამდე ასეთი რამის თქმა როგორ შეიძლება? ყურადღებას ნუ მომაქცევ. აღელვებულს უბრალოდ წამომცდა, თორემ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. აბა, აღარ მოგაცდენთ. საქმეს მიხედეთ. დროებით ბიძია. ღმერთო დამეხმარე. ორივე ჩემი შვილი ჩემი გულის ნაწილია. არჩევანი როგორ უნდა გავაკეთო? ერთს თუ ავირჩევ, მეორეს გულს მოვუკლავ. ისედაც 20 წელი მათ მონატრებაში გავლია. შვილებს ისევ ნუ დამაშორე, დამეხმარე.
რა დაგიშავა ზუჰალ? ასე სასტიკად რატომ მეკცევი? დეიდა აიშე? დღეს სამსახურიდან ადრე წამოხვედი? არა შვილო, ცოტა ხნით გავეთავისუფლე. ტიროდი? არა შვილო, რატომ უნდა ვტიროდე? სიმართლე მითხარი, ვინმე მგაწყენინა? ჭკუას ვასწავლე. არა შვილო, არავის უწყენინებია. ჰაერზე გამოვისეირნე. დარწმუნებული ხარ? პრობლემა ნამდვილად არ გაქვს? არა შვილო. სად მიდიხარ? სად უნდა წავიდე? სახლისკენ მივდივარ. შვილო. ცუდად არ გამიგო, მაგრამ სახლში დაბრუნებას არ აპირებ. დედა შენი სახე არ მოვიწყდება. როგორ ტიროდა? განადგურებული იყო. ვფიქრობ, რომ თამაშობდა. კარგად ვიცნობ, გულწრფელი არ იყო. ამას ნუ ამბობ. დედა შენია და ძალიან განიცდის. შენს დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს. აპატია ოჯახის წევრებს, შვილო. სიბრაზე და ბოღმა გულში არ ჩაიდო. დეიდა აიშე, გულწრფელად რომ გითხრა, ხშირად მიფიქრია, რომ ჩემი ნამდვილი მშობლები არ არიან. მათთან თავს უცხოდ და ზედმეტად უგრძნობდი. კარგი, დამშვიდი, არი დარდო. შენთან თავს ბედნიერად გრძნობ. თუ ერთად მთვლი, მაშინ ეს რამ გაფიქრებინა, შვილო. თუ ერთად როგორ უნდა ჩაგთვალო? დროა სამსახურში დავბრუნდა. უხერხულია. მე კი სახლისკენ წავალ. დროებით. როგორც გითხარით, ჩემს ცოლთან საუბარს აზრი არ ქონდა. ამით არაფერი შეიცვლებოდა. ესე იგი გითხრათ, რომ ორივესთვის განქორწინება სჯობს? ასეთი რამ გითხრათ? რას ელოდით? რა უნდა ეთქვა? მასთან გასაუბრების გარეშე განქორწინების დავა წამოიწყეთ. როგორ უნდა მოქცეულიყო? თქვენი გადაწყვეტილების შესახებ ჩვენგან გაიგო. უნდა მისულიყავით და თავად გეთქვათ. ქალბატონი ეს მართალია. ნეტავ ჯერ ცოლთან მისულიყავით და დალაპარაკება გეცადათ. მეგონა განქორწინება უნდოდა. ჩემი გადაწყვეტილება საერთოდ არ ანაღლებდა. ვფიქრობ, ვიდრე დაგვიანდება თქვენს მეუღლესთან დალაპარაკება უნდა სცადოთ. არა, მასთან ვერ მივალ. დარწმუნებული ვარ, ჩემთან საუბარს არ ისურვებს. ასე რატომ გგონიათ? მერდას არ იცნობთ. იმ ყველაფრის შემდეგ აღარ დამელაპარაკება. გამორიცხულია. ხომ ხედავთ? გამითიშა. კარგი გამიყიდა, ჩემი ჩავждები. ნახოთ, რას გადაწყვეტ ჩინარა. ბატონო ბურაკ, თქვენი ქორწინების გადარჩენა გინდათ? რა თქმა უნდა, თუ რაიმე გზას მაჩვენებთ, რომ ეს ურთიერთობა შევინარჩუნო, ყველაფერს გავაკეთებ. კარგია. სანამ გამოსავალს ვიპოვით, რაღაც უნდა გთხოვოთ. ახლა ხანს ქალბატონ მერდას დაურეკეთ და გაგითიშათ. ისევ დაურეკეთ. სანამ არ გიპასუხებთ, ხელი არ ჩაიქნიოთ. ნუ დანებდებით. კარგი. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რასაც დამავალებთ. დღეს საავადმყოფოში უნდა მივიდე. ისე კი მით თურქეთში ჩამოვიდა, ვინც ოპერაციას მიგეთებს. წარმატებას გისურვებ. ძალიან გამიხარდა. იმედია გამომჯარმრთელდები. ღმერთ მაგნას. შეიძლება ფეხბურთსაც დაუბრუნდე. ფეხბურთს სამუდამოდ დავემშვიდობე. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. ამ ოპერაციას იმისთვის ვიკეთებ, რომ ხეიბრად არ დავრჩე. კარგი. მომავალში რის გაკეთებას აპირებ? როცა ერთი კარი იკეტება, მეორე იღება. რამეს მოვიფიქრებ. ვიზა ჩემო სამსახურის დაწყება ჩემო მთავაზა. კომპანიაში დაგასაქმება.
რა უპასუხე? ხომ დათანხმდი? ჯერ არა. ნახოთ ოპერაცია როგორ ჩაივლის. დანარჩენი მერე გადაწყდება. რა თქმა უნდა. ოპერაცია მშვიდობით ჩაიაროს და დარწმუნებული ვარ, უარს არ ეტყვი. მომხმარებლებს ყურადღება უნდა მივაქციო. კარგი, მეც სავალ. დემეთ, ყველაფერი კარგად იქნება. დეიდა ის სახლში შევალ. წამოდი, რამე ჭამე და მერე დაისვენე. კარგი ტოლმა გავაკეთეთ. არა, არ მშია. სახლში წასვლა და დასვენება მირჩევნია. კარგი შვილო. საღამოს სახლში დამხვდები? სხვაგან სად უნდა წავიდე? რა ვიცი, შეიძლება მეგობრებთან წასვლა დაგეგმე. არა. დღევანდელი საღამო ერთად გავატაროთ. ვერ მომიშორებ ქალბატონო აიშე. დროებით. შენი მოშორება როგორ უნდა მინდოდეს, შვილო. ნეტავ სულ ჩემთან დარჩებოდე. ცოტა ხნით შეაჩერე. ჩეტინ. როგორ ხარ შვილო? კარგად დეიდა აიშე, თქვენ? შენ მანახვა ძალიან გამახარა. აქეთ რა კარმა გადმოგაგდო? მეგობრის სანახავად ვიყავი. საავადმყოფოში მივდივარ. ყოველ ოპერაცია მიტარდება და მინდოდა რომ მენახა. რა კარგია. იმედი მაქვს სოფლის წყალობით მალე გამოჯამრთელდები. ღმერთმა ქნას. მიხარია რომ გნახეთ. ოპერაციამდე დამლოცეთ. დალოცვილი იყავი შვილო. ყვილად დარდობდი, ხომ ხედავ? მართალია ღმერთი განსაცდელს გვიგზავნის, მაგრამ გამოსავალსაც გვთავაზობს. ვეცდები მხნეობა შევინარჩუნო. მაპატიეთ, შეგაყოვნეთ. თუ გნებავთ სამსახურამდე მიგაცილებთ. არა შვილო. აქვე ახლოს მუშაობ. არ შეგაწუხებ. თავს მიხედე. კარგი. თავს მიხედეთ. შენ შვილო. ღმერთმა დაგიფაროს. თქვენც ასევე. გისმენესმა, დაო. კარგი ამბავი მაქვს. რა მოხდა? ის ექიმი ჩამოვიდა, ვინც ოპერაცია უნდა ჩაატაროს. ყველანი საავადმყოფოში მივდივართ. კარგი, კარგი. მოვემზადები და წამოვალ. მოვდივარ. დედა ბავშვთან ერთად საავადმყოფოში მივდივარ. ჩეტინის ოპერაციისთვის ვემზადებით. წასვლამდე ვახშამი მაინც მოგემზადებინა. ვერ მოვასწრებ. ერჯუმენს დავურეკავ და ვახშმისთვის რამეს წამოიყოლებს. დურუ, მოემზადე. ბიძიასთან მივდივართ. ჭურჭლის დარეცხვაც ვერ მოვასწარე. რომ დავბრუნდები, მერე მივხედა. დურუ, მოდი შვილო. რაცმა არ იცის, როდის დაბრუნდება. ჭურჭლის ასე დატოვება როგორ შეიძლება?
დემეთ, გამომართვი. მომეცი და დაჯექი. ვინ რეკავს? ის გველია აქ რომ მოვიდა. გისმენს ვხალ. გილოცავ ჩინარ. ისე კი მიჩამოსულა, ვინც ოპერაცია უნდა გააკეთოს. 2 დღეში უკან ბრუნდება. ვიცი ზუხალ. ცოტა ხნის წინ ჩეთინი შემხვდა და მითხრა. რა კარგია ეს ამბავი შენი შვილისგანაც რომ გაიგე. გადაწყვეტილების მიღების დროა. ამას ნუ ისამს ზუხალ. გთხოვ გემუდარები, ნუ მაიძულებ. სათქმელი უკვე გითხარი ჩინარ. დანარჩენი საქმე შენზეა. როგორც გინდა ისე აიძულე რომ სახლში დაბრუნდეს. ჩეთინი ან ქუდრეთი. არჩევანი თავად უნდა გააკეთო. მე თუ არ ვიცი როგორ მოვიქცე. დამეხმარე. ამ გველს უგეგმა აქვს, ღმერთსაც ექნება. ქალბატონო მერდა, ომერი ვარ. დღეს ერთმანეთს შევხვდით. დიახ, გისმენთ. აპატიეთ, უკვე მეორედ გაწუხებთ. არა უშავს, გისმენთ. ცოტა ხნის წინ აქ თქვენი მეუღლე იყო მოსული. მართლა? ალბათ განქორწინებისთვის საჭირო დეტალები დააზუსტეთ. მსგავსი არაფერი მომხდარა. თქვენს მეუღლეს განქორწინებაც არ უნდა. გაუგებრობა მოხდა. კარგი იქნება ბატონ ბურაკთან გარკვევას თუ ეცდებით. ამიტომ გირეკავთ. ბურაკმა გადაწყვეტილება თავად მიიღო. მოვიდა და განქორწინებაზე გესაუბრათ. ახლა რა უნდა? გადაეცით რომ მასთან სასაუბრო არაფერი მაქვს. ისიც უთხარით რომ აღარ შემაწუხოს. ყველაფერი გასაგებია, ბატონო. ჩეთინს ოპერაცია სჭირდება დაო. ნეტავ გენახა როგორი გახარებული იყო. დალოცვა მთხოვა. საბრალო ბავშვი. იმედია ოპერაცია კარგად დასრულდება და ჯანმრთელობას დაიბრუნებს. როგორ მოვიქცე დაო? ერთ მხარეს ჩეთინია, რომელსაც ოპერაცია სჭირდება. მეორე მხარეს კი ქუდრეთი. დღეს გაბრწყინებული თვალებით მეუბნებოდა, შენთან ცხოვრება მაბედნიერებსო. რთული არჩევანის წინაშე ხარ დაო. ღმერთმა გიშველოს. როგორც გინდა აიძულე რომ სახლში დაბრუნდეს. ან ჩეთინს ოპერაცია არ ჩაუტარდება. ოპერაციის შემდეგ კი ჩვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ უნდა გაქრე. ხვალ ოპერაცია მიტარდება. იმედი მაქვს კარგად ჩაივლის. რა კარგია. იმედი მაქვს უფლის წყალობით მალე გამოჯამრთელდები. ღმერთმა ქნას. მოგეწონა? ძალიან გემრიელია. მომეწონა. მადლობ. რომ ამბობენ დეიდას საჭმელს დედის გაკეთებულის გემო აქვსო. მართალი ყოფილა. ასე ძალიან მოგეწონა? უფრო მეტადაც. ღმერთო დამეხმარე. ორივე ჩემი შვილია. რომელი ავერჩიო? ძალიან გთხოვ, გზამაჩვენე. დეიდა. ბიძიას ოპერაციის შემდეგ სიარული ხომ ძველებურად შეეძლება? რა თქმა უნდა, ექიმები ასე ამბობენ. ღვთის შემწეობით ჩეთინი ისევ ბედნიერი იქნება. ბიძია! როგორ ხარ ჩემო ჭიკჭიკა? კარგად. ჩემო საყვარელო. ძალიან გამიხარდა. ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. მადლობ დაო.
მადლობ. სწრაფად გამოჯამრთელდი ბიძია, კარგი? კარგი. რამდენი ხანია ამ ამბავს ველოდებოდი ძმაო? ძალიან ბედნიერი ვარ. მეშინია რომ ეს სიხარული მწუხარებით არ შეგეცვალოთ და. ოპერაციამ ცუდად რომ ჩაიაროს. ამას ნუ ამბობ, ცოდზე არ იფიქრო. ექიმი უცხოელია, მისი საქმის უბადლო მცოდნე. აი ნახავ, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ღმერთ მაგნას. ჩემო საყვარელო. კარგი რა ქუდრეთ. როდის დაჭკვიანდები? სულ წინააღმდეგობას რატომ მიწავ? ახლა წესით აქ უნდა იყო და შენი ნათესაობის სიხარულს იზიარებდე. მაგრამ ამის ნაცვლად ჩვენი ოჯახიდან გაქცევას ვცდილობ. იმედი მაქვს შენს შეცდომებს მალე გააცნობიერებ. და ვიდრე გვიანი იქნება გამოსწორებას შეეცდები. იმედია დედა თქვენი შეცდომას არ დაუშვებს. და ამ ბედნიერების მიზეზს არ წაგართმევთ. ქუდრაც მოჩვენებით დედობას უწევს, მაგრამ ამის გამო ჩეთინს ხომ არ გაწირავს. თუ გაწირავს, თვითონ ვეინანებს. რადგან ადრე თუ გვიან, ქუდრეთი ნამდვილ დედას დაუბრუნდება. დეიდა აიშე? დეიდა აიშე? დეიდა აიშე? აპატიეთ, გონი შეგაშინეთ. ფიქრებში გავერთე შვილო. რამე გაწუხებთ? აფორიაქებული მეჩვენებით? არა, უბრალოდ დავიღალე. მაშინ დიდ დროს არ წაგართმევთ. ტელეფონის ნომერთან დაკავშირებით წინსვლა გვაქვს. როგორც იქნა დღეს კარგი ამბავიც გავიგე. გავიგებ ვინც დამირეკა. ღმერთმა ეს სიკეთითვე დაგიბრუნა შვილო. არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო. დღის იმ მონაკვეთში თქვენთან ზარი ამ ნომრებიდან შემოვიდა. მაგრამ სამწუხაროდ დაკავშირებას ვერ შეძლებთ. ანუ ვერ გავიგებ ვინ დამირეკა. სამწუხაროდ ვერა, რადგან ფარული ნომერი იყო, ტექნიკურად შეუძლებელია. გასაგებია შვილო. შენ რაც შეგეძლო, ყველაფერი გააკეთე. გმადლობ. მობრძანდი შვილო. კეთილი იყოს. სეჰერი არ არის? წავიდა. შენმა ცოლმა 2 დღე ამ სახლში გაატარა და ეთყობა ვეღარ გაძლო. დილიდან დაძმასთან წავიდა. ისევ გაიქცა? არა შვილო. მის ძმას ოპერაციას უკეთებენ. ამის გამო გაიქცა. გეგონება ოპერაციას თვითონ ატარებდეს. თავიდანვე ასე გეთქვა. მეგონა საერთოდ წავიდა. რა განსხვავება? სახლში თითქმის არ არის. კარგი დედა, გეყოს. ძმას თუ ოპერაციას გაუკეთებენ, რა თქმა უნდა წავა. დაურეკავ, რამე ხომ არ სჭირდება. მიდი, უცებ გადაურეკე. არ დააგვიანო. ვახშამიც არ მოუმზადებია. საღამოს რა გაჭამო? ვახშამი თვითონ რომ მოამზადო ქვეყანა დაიქცევა? დედამთილი არასდროს შემიწუხებია. ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი. ახლა აღარაა დრო რომ დავისვენო და ბრძალმა ჩამანაცვლოს? თავი ხელში აიყვანე დედა. ძალიან გთხოვ, ასეთი ლაპარაკი მძაბავს. მერე მივდივარ და ჯავშ სეჰერზე ვიყრე. ამას ნუ იზამ შეწყვიდე. ახლა მე დამბრალდა. მე რა შუაში ვარ თუ გამოუსადეგარი რძალი მყავს. ჩეთინ სამბოროტებას ვერ გავუკეთებ. ასეთ ახალგაზრდას ხეიბრად ვერ დავტოვებ. მაპატია ქუდრეთ. გული ძალიან ტკივა, მაგრამ
იძულებული ვარ სახლიდან გაგიშვა. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa